შემზარავი დანაშაულები საგამოძიებო კომისია გახმაურებული საქმეების გაუხმაურებელ დეტალებს ისმეს. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი საქმეები, ის ვინც ძალადობა და ტერორი წლების წინ საკუთარ თავზე გამოსცადა, სრული სურათის აღდგენას საჯაროდ და პირდაპირ ეთერში ცდილობს. შვილმოკლული მშობლები, დაინვალიდებული ადამიანები, ქონება ჩამორთმეული ბიზნესმენები. ახლოწარსულის კრიმინალური არქივის შესწავლა გრძელდება. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ერთ-ერთი პირველი სპეცოპერაცია 19 წლის ბუტაროფაგიცის მკვლელობის საქმე, სერჟანტ როინ შავაძის სასტიკი მკვლელობა. გაუბედურებული ოჯახები და მამები, რომლებსაც თვალწინ შვილის გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. საგამოძიებო კომისიის მუშაობის მესამე კვირა. იზი ბურნაძე უერთდება კურიერი პრესის სტუდიას. იზი, საღამოშვიდობის. როგორია კომისიის მუშაობის დღის წესრიგი, რა საქმეები დარჩა განსახილველი და ვინ არის დაბარებული პარლამენტში? საღამოშვიდობის საგამოძიებო კომისიის დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთულია, შესაბამისად აქტიურად გრძელდება მუშაობის პროცესიც. მომდევნო სხდომა არის ჩანიშნული ხვალ 14 აპრილს და გაფართოებული მანდატის ფარგლებში საკანონმდებლო ორგანოში ელოდებიან გიორგი გახარიას. საგამოძიებო კომისიას გახარიასთან კითხვები აქვს შინაგან საქმეთა მინისტრობისა და პრემიერობის პერიოდში გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე კითხვები არსებობს მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მათ შორის 20 ივნისის მოვლენებზეც. თუმცა, მივა თუ არა პარლამენტში გიორგი გახარია, ეს არის ჯერჯერობით უცნობი, მაგრამ ცნობილია იმ ოპოზიციონერების პოზიცია, ვინც უარი თქვეს კანონიერ მოთხოვნაზე და არ მივიდნენ საგამოძიებო კომისიასთან უარი განაცხადეს თანამშრომლობაზე და შესაბამისად მათი საქმეები გადაეცა პროკურატურასა და შემდეგ უკვე სასამართლოს. ყველა ის პირი, ვინც უარს იტყვის კანონის აი ამ მოთხოვნაზე, მოუწევს რომ გაიაროს ეს გზა. ნახოთ ვინ რა გზას გაივლის და როგორი იქნება მომდევნო კვირა, თუმცა სანამ იქნება მომავალი, საკმაოდ საინტერესო იყო აწმყოც და მიმდინარე კვირაც საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განიხილეს ბევრი საქმე და მოვისმინეთ უმძიმესი ისტორიები. არაადამიანური მოპყრობა ახსენეთ თქვენს, ასევე წამების ფაქტები, ასევე მუქარები, შვილით. ეს არის ის მცირე ისტორიები, რომლებიც საკუთარ თავზე გამოსცადეს ადამიანებმა წინა ხელისუფლების პერიოდში. საგამოძიებო კომისიის მე-11 სხდომა. სამუშაო ჯგუფის ფოკუსში წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების პირველი, გახმაურებული და სასტიკი საქმეები ექცევა. საგამოძიებო კომისია შვილმკვდარ დედას უსმეს, რომელიც 21 წლის შემდეგ მძიმე ისტორიას იხსენებს. თუმცა, სანამ იამეტრეველი შვილის მკვლელობის დეტალებს გაიხსენებს, სხდომაზე სადემონსტრაციო ვიდეოს აჩვენებენ. ვიდეოს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნების პოლიტიკურ მიდგომებს რამდენიმე წამში ადევს. Klieras უნდა გაუხდეს პირობითი საჯელი, არანაირი პირობითი საჯელი, ყველა ციხეში. საქართველოს პოლიციელებს, სპეცნაზელებს, ყველა არავითარ შემთხვევაში არ შეკითხვდნენ ხელი. 2004 წელი, 24 ნოემბერი და საბედისწერო გასროლა, რომელიც ერთი ოჯახის ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევს. ტყვია 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლეს ასრულებს. ოჯახი სიმართლის ძიებას იწყებს, თუმცა სამართალს ვერ პოულობს. შვილმკვდარი დედა 21 წლის წინანდელ მოვლენებს დეტალურად იხსენებს და საგამოძიებო კომისიას მაშინდელი ხელისუფლების მიერ გაცემულ ბრძანებებსა და დადგმულ სცენარებზე უყვება. აქცენტი კეთდება იმ ფაქტზე, თუ როგორ მიიტანეს დანაშაულის ადგილზე იარაღი და ახალგაზრდებს მანქანაში კვალის დაფარვის მიზნით ჩაუდეს. უკვე რომ ბავშვი დავარდა, იმის მაგივრად რომ აეტეხათ ამბავი და მიეხედათ ბავშვისთვის, უკვე აღარ იცოდნენ რა ექნათ, აფორიაქდნენ, დაიბნენ, დაუწყეს ამ ბავშვებს რტყმევა. მე მინდა ავღნიშნო 2 პატრული განსაკუთრებული სისასტიკით, რომლებიც გამოირჩეოდნენ, ეს იყო მაიზერ ლიპარტელიანი ერთ-ერთი და მეორე იყო ლობჟანიძე. ისინი დაჭერილები იქნენ, თუმცა მიშამ გაანთავისუფლა. გადაურეკეს ზემდგომებს და ეს იყო ოქრუაშვილი, ერთ-ერთი მთავარი, ადეიშვილი ოქრუაშვილი და იქიდან მიიღეს ბრძანება, რომ ბოლომდე მიიყვანეთ ყველაფერი, პატრულის იმიჯი არ უნდა შეილახოს. რამდენიმე წუთიანი ვიდეო მინდა ახალგაზრდებს ვაჩვენო, რას ამბობს ის უკვე ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის
შემდეგ. შემთხვევის ადგილი გაყალბებულია, ნამდვილად იარაღებით ჩადებულია და ერთ-ერთი იარაღის ჩამდების თანამონაწილე ახალგაზრდა ბართია, რომელსაც ჩადებული ჰქონდა ხელყობა, რომ გახლავართ. იმას, რასაც დადგმულ სცენარზე ია მეტრეველი ამბობს, ადასტურებს მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული გადაცემა პატრულის ყოფილი ჟურნალისტიც. კომისიის წინაშე გუჩა მუკბანიანია, რომელიც შემთხვევის ადგილზე მაშინ მივიდა, როცა ბუტა რობაქიძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. როგორ გააყალბა მაშინდელმა ხელისუფლებამ 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმე, ჟურნალისტი დანაშაულებრივი სურათის შეცვლის ოპერაციის დეტალებს კომისიას უყვება. კასეტა ამოიღო დონაძემ და ეს კასეტა მას შემდეგ არავის უნახავს არასდროს. გადავიდნენ მიქაძე და დონაძე მანქანიდან, რომ მიუახლოვდი შემთხვევის ადგილს. მანქანა მაშინ, რომელიც ნანახი მყავდა, რომ მანქანა იდგა ჩვეულებრივად და ეს ბავშვები იყვნენ მანქანიდან გადმოსული, მანქანის საბარგულზე არც ტანკის გარდა ყველაფერი ალაქი. რეალურად ამ გადაღებას აბსოლუტურად ოპერირებდა გურამ დონაძე. ვაზე პირებინებს ნაბეჭდ ჩვენს ჩვენებას ჩვენ რა უნდა ვთქვათ. გურამ დონაძე გვეუბნება, რომ თუ ერთ სიტყვას მაინც აქედან შეცვლით, ან რაღაცა იქ თქვენ რამე შეგეშლებათ, ან მოგინდებათ, ხომ იცით რა გელოდებათ? ეს ერთი ფაქტი და ერთი ოჯახის ტრაგედია, თუმცა არა გამონაგლისი. წინა ხელისუფლების ქმედებებმა სასტიკი კვალი ასეულობით ადამიანს დაუტოვა. მე-11 ხდომაზევე საგამოძიებო კომისიის წინაშე ეგრეთ წოდებული ზილების რევოლუციის საქმის მოწმეები არიან. ცემა, წამება, შვილებზე მუქარა. როგორ მოაწერინეს ცრუ ჩვენებებზე ხელი ბესიკ და ლერი ბერიტაშვილებს. წარსული საკანონმდებლო ორგანოში ბიძაშვილებმაც გაიხსენეს. ბერიტაშვილები იმ 8 პირს შორის არიან, რომლებიც 2011 წელს დააკავეს. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ორგანიზებულ ჯგუფს მაისის საპროტესტო აქციების დროს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისთვის სამხედრო მხარდაჭერა უნდა აღმოეჩინა. შემოდის ვინმე კვარაცხელია და შემოდის ამასთან ერთად მეორე პიროვნება და ამისი შვილი, ანუ ჩემს გოგოზია, მაშინ ჩემი შვილი 14 წლის იყო. ეხლა მივიდა სახლში და რა ვქნათ. უტრიალდება ახალაია და ეუბნება ესეთ რაღაცას, რომ მოიყვანეთ. და ეს კვარაცხელია აპატიეთ ყველა აბსოლუტურად ჩემი ემოციებისთვის. ეუბნება ესეთ რაღაცას, რომ პირველი მე ვიქნები. კვარაცხელიამ დენით იმდენი მაწამა, რომ გამიხეთქა გული. ეზოში როგორ აწამებდნენ ჩემ შვილს, მე თვითონ ჩემი კამერიდან მაყურებინებდნენ. დაკავება, საპატიმროში ყოფნა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ამავე საქმეზე კომისიის წინაშე წარსულს ლევან ტერაშვილი და ნიკოლოზ ჯანჯალაშვილი იხსენებენ. მოდი ახლა წნევა გავუსინჯოთ. წნევის გასინჯვას ეძახდნენ დენის შეერთებას. პირადად კვარაცხელია მახსოვს. იმის მერე ერთჯერადი პლასმასის წყლის ბოთლით. წყლის ბოთლებით. ელენთა დამიზიანეს და ელენთა მაქვს ამოღებუნით. 7 დღის განმავლობაში შეიძლება ეს ვიღაცისთვის დაუჯერებელი იყოს, მაგრამ მე წყალი არ დამალეილეს საერთოდ. საჭმელზე ლაპარაკი ზედ მეტია. ყოველ საღამოს ჩამოდიოდა ოლეგი ფაცაცია და გოგა ბუთლიაშვილი. და ეკრანი არ ჩაგერთო ჯერო. ეკრანი ჩართო ყოფილა ის რომ მე ნაცრისფერ კედლებზე დავინახე ჰალუცინაციები. ვყურებდი ყოველდღე როგორ აწამებდნენ ხალხს. საგამოძიებო კომისიას თანამშრომლობაზე უარს ეუბნება ნიკა გვარამია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თუმცა პროცესი გრძელდება. კომისია იმ გახმაურებული საქმით ინტერესდება, რომელზეც წარსულში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა დაადგინა და ხელახალი გამოძიების ჩატარება მოითხოვა. პარლამენტში მიდის 2008 წლის აგვისტოში ქობულეთის გზაზე ჩაცხრილული სერჟანტის როინ შავაძის მეუღლე. ციცინო შავაძე მძიმე ისტორიას იხსენებს, რომელიც 17 წლის წინ იწყება და ოჯახისთვის ამ დრომდე გრძელდება. ომგამოვლილი სერჟანტის მეუღლე საკანონმდებლო ორგანოში ყვება, როგორ დაბრუნდა როინ შავაძე აგვისტოს ომიდან სახლში, როგორ განვითარდა მოვლენები 14, 15 და 16 აგვისტოს, როგორ გაიტაცეს ნაწამების სერჟანტი ქობულეთის მიმართულებით და როგორ ჩაცხრილეს გზის პირზე კალაშნიკოვის ავტომატებით.
ჯოჯოხეთი გამოგვატარებ. პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ არ გვეტირა ხმა რა მოგვეღო, მთელ ქუჩა იყო, იდგნენ ფორმიანები, ხალხი ვინც კი მოდიოდა ზოგს აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ახლოს არ გავყარებოდნენ. თუ უნდათ, რომ მათაც ჩვენი ბედი არ გაეზიარებინათ. მიცვალებულმა გახრწნა დაიწყო, რაღაც ისეთი ქონდათ გაკეთებული, რომ სასაულის სული ქონდა. ჩვენ კიდე იძულებული გავხდით მესამე დღეს მიცვალებული სირბილით გაგვეყვანეს სახლიდან. იმიტომ რომ გავსაძლისი იყო უკვე მდგომარეობა. 40-მდე ცეცხლსასროლი ჭრილობა და ფიზიკური დაზიანებები, რომელიც გარდაცვალებამდე ძალადობის შედეგად ჰქონდა მიყენებული. ეს როინ შალაძის ექსპერტიზის დასკვნის შედეგებია. სერჟანტის მეუღლე წარსულთან ერთად აწმყოზეთ საუბრობს და ყვება, თუ როგორ ემუქრებიან და აშანტაჟებენ მის ოჯახს. ახლობლებს გვერდებზე უწერენ, რომ მე ვარ მეუღლის გამყიდველი ადამიანი, დავაჭერინე უდანაშაულო ხალხი, შეურაცხყოფები და ბოლო მექნება ძალიან ცუდი ჩემს და ჩემს დაძმებს. ნებისმიერ მუქარას ჩვენ თვალს მივადევნებთ და მუქარა ისჯება სისხლის სამართლის წესით. აგვისტოს ომთან დაკავშირებით იცოდა გარკვეული რაღაცები იმ ხარვეზებზე, რაც დაუშვა სახელმწიფომ პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, ვინც სამხედრო ცოდნა და სამხედროები, მათი სიცოცხლეები არასწორად გამოიყენა რუსეთთან ომის დროს და რომ ეს ვერ აპატიეს. რამდენად ეთანხმებით თქვენ ამ პოზიციას? სრულიად ვეთანხმები. კომისიის კვლევის საგანი წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი მხოლოდ სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები არ არის. პარლამენტის სამუშაო ჯგუფი ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმეებითაც ინტერესდება. პარლამენტში ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა უმაღლესი სასწავლებლის ქონების მითვისების დეტალებს იხსენებს. ბრალდებების მთავარი ადრესატები კი ყოფილი პრეზიდენტი და მისი დედა გიული ალასანია არიან. რექტორი და კანცლერი კომისიას დეტალურად უყვებიან, თუ როგორ აუწყო მაშინდელმა პრეზიდენტმა საკუთარ დედას ბიზნესი და როგორ მოხვდა უნივერსიტეტის ქონება გიული ალასანიას ხელში. ალასანია, რომელმაც გაქურდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. რა თქმა უნდა, მისი შვილის პრეზიდენტ სააკაშვილის ხელშეწყობით. 11 აპრილი 2025 წელი საგამოძიებო კომისიის წინაშე 21 წლის წინ სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები ცოცხლდება. ვარდების რევოლუციიდან 4 თვეში ნაციონალური მოძრაობა პირველ ოპერაციას ატარებს. 2 მოკლული, 2 დაკავებული, გადამწვარი სახლი და ეს ყველაფერი 4 მცირეწლოვანი ბავშვის წინაშე. კომისია აფრასიძეების ოჯახის ისტორიას ისმენს. სიტყვა ისე მოდიოდა ტყვიები. ბავშვები შევყარეთ ლოგინის ქვეშ. ესენი რო კიოდნენ ბავშვები, რამდენადაც უფრო კიოდნენ, მით უფრო ის მოდიოდა ტყვის ისენი და ბოლოს დაიწყეს დაბომბვა. გოჩა გამოიყვანეს და იქ გოჩა დასერეს. თანით დასერეს. იქოდარიეგონათ უკვე იმას გადაფარებული ქონდა ზემოდან ადიელა. ომი ხელფეხშევორკილი გაათრიეს პირდაპირ ქუჩაში ამ ტალახში და იქ დახვრიტეს. ბეჭედს რო ვერ აძრობდნენ, წააჭრეს თითი. ცხედარს. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიდიან ტყვიებსა და სიკვდილს შემთხვევით გადარჩენილი ლედი და გიორგი აფრასიძეები. სოფელ ეთერში ჩატარებული ოპერაციის დროს დაკავებული შმაგი აფრასიძის შვილები. ყვებიან საკუთარი თვალით ნანახზე, შემთხვევით გადარჩენასა და იმ უმძიმეს გზაზე, რომლის გავლაც ოჯახს მოუწია. კარგად იცოდნენ ამ სპეცოპერაციის შემკვეთმა ბატონმა სააკაშვილმა და სპეცოპერაციის ხელმძღვანელმა ბარამიძემ, რომ იმ სახლში იმ დროს ვიყავით პატარა ბავშვები, თუმცა არც ჩვენ არ დაგვინდეს ჩვენს ოჯახში ერთადერთი ძებნილი ეს იყო ომეხი აფრასიძე. გოჩაზეც ვიტყვი, აღმოჩნდა რომ ცოცხალი იყო და უკვე ამის შემდეგ გადაიყვანეს ვერტმფრენით ქუთაისში, სადაც მას ჩაუტარეს ოპერაცია, ჩაუტარეს ისე რომ არავითარი დამაკუჩებელი ნარკოზიც კი არ გაუკეთეს. ერთი მომენტი რომ სროლის სიხშირემ ცოტა დაიკლო და გოჩამ ხელი მომკიდა და მეზობელთან გადამიყვანა. იქვე კარის მეზობელთან რომ მე მაინც გადავრჩენილი ყავი. იქ გადასვლაც არ ყოფილა ადვილი, ტყვიები წვიმასავით მოდიოდა და ყველა მხრიდან გვესროდნენ.
სპეცოპერაციას შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი გიორგი ბარამიძე პირადად ხელმძღვანელობდა. ოჯახი მთავარ დამკვეთად კი მიხეილ სააკაშვილს აცხადებს. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. საქმეში ფიგურირებენ ზურაბადეიშვილი და ვანო მერაბიშვილიც. ოჯახი ამტკიცებს, რომ მათ იმ დროს გაუხსნელი დანაშაულების დაბრალება სწორედ აფრასიძეებისთვის უნდოდათ. მოგვიანებით ფაქტებით დადასტურდა, რომ ბრალდებები სიცრუე იყო. გიორგი ბარამიძე იდგა ჩვენს სახლთან და მეზობლის ქალები, ვინც იქ შეკრებილები იყვნენ, გაბედა, ეთქვა მათთვის, რომ სვანებმა კარგი კუბდარის გამოცხობა იცითო და იქნებ გაგვიმასპინძლდეთ აქ მყოფ ადამიანებსო. ესეც კი იკადრა, მაშინ როცა წინ სახლი იწვებოდა, სადაც ევგენი აფრასიძე იყო და გვერდით ომეხი აფრასიძის ცხედარი იყო. სააკაშვილო, ლედი აფრასიძე არის შენი განაჩენიც და სასჯელიც, იმიტომ რომ ეს ბავშვები გადარჩნენ, აგრძელებენ ქვეყნის ჯერ ერთ-ერთი სიცოცხლეს. გიორგი ბარამიძის ნების და მიუხედავად და ისინი აშენებენ უკეთეს საქართველოს, რომლის ნგრევასაც სააკაშვილი თავის მინისტრებთან ერთად ცდილობდა. საგამოძიებო კომისიის კანონიერ მოთხოვნაზე უარს ამბობენ და პარლამენტში არ მიდიან გიორგი ბაშაძე და ნიკა მელია. სამუშაო ჯგუფი კი კვირის ბოლოს ხდომაზე ბუტა რობაქიძის მამასაც უსმენს. სოსო რობაქიძე წინა ხელისუფლების უკანონო ბრძანებებსა და დადგმულ სცენარზე საუბრობს. ყველას მძიმე ისტორიები აერთიანებს, რომელიც არც საშინელებათა ფილმის სცენარია და არც ფანტასტიკის ჟანრი. ეს უახლესი ისტორიის ის ნაწილი და რეალობაა, რომელიც ოჯახებმა ნაციონალური მოძრაობის დროს საკუთარ თავზე გამოსცადეს. ნანახსა და თავს გადახდენილ საზარელ ამბებს კი ეს ადამიანები ახლა საგამოძიებო კომისიაზე ყვებიან.